ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და ექიმი ანი ქავდარაძე, როგორც გითხარით, ხვდებოდნენ პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მარიამ ლეკიაშვილი იმყოფება პენიტენციურ სამსახურში და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მარიამ, საღამომშვიდობისა, რას ამბობენ ექიმები, უთხარი შაბათს ფორმულას მაყურებელს, დაგითმობ ეთერს. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პენიტენციური დაწესებულების შენობაში, სადაც სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გიორგი პატარიძე შეხვდა ქალი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას, მკურნალ ექიმს მაკა იოსელიანს და ასევე მის თანაპარტიელსა და ექიმს ანი ქავდარაძეს. შეხვედრა თითქმის 2 საათი გრძელდებოდა. ახლა მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ანი ქავდარაძეს, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ანი, მოგესალმებით პირველ რიგში. მაყურებელს რომ ვუთხრათ უფრო დაწვრილებით, რა საუბარი შედგა თქვენს და გიორგი პატარიძეს შორის. დიახ, ჩვენ გიორგი პატარიძესთან ჰქონდა ძალიან დეტალური საუბარი პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიმოვიხილეთ აბსოლუტურად ყველა ის არგუმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ყველა ის ეჭვი ძიმე დიაგნოზთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა აქამდე და განვიხილეთ ეს ისტორია მთლიანად, მათ შორის ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა 2024 წლის პერიოდიდან, როდესაც ელენე ჰოსპიტალიზირებული იყო თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მისი ისტორია არის მრავლის მომცველი, ძალიან ბევრი დეტალის მომცველი, სადაც აღწერილია ის თანხლები, ამ ეტაპისთვის ვთქვათ, თანხლები და დაავადებები, რომელიც გასათვალისწინებელია იმ პროცესში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, სადაც ამ დაწესებულების თანამშრომლებმა უნდა დაინახონ, რაოდენ დიდი რისკის წინაშე დგას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღევანდელ დღეს. მათ შორის იმ შემთხვევაში, რაოდენ ძიმე იქნება, თუ კი არ ჩაუტარდება მას ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, მაღალპროფესიული ექიმების, ასევე კლინიკურ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საშუალებით. ვინაიდან დაავადება, რომელთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობ და გვაქვს ეჭვი, ფაქტობრივად დადასტურებული ეჭვი, არის მძიმე, აუტოიმუნური, სისტემური და ის საჭიროებს ძალიან კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც შესაძლებელია თავის მხრივ ახდენს ბევრი გვერდითი ეფექტი და სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით გამოსარიცხად საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ, მულტიპროფილურ კლინიკაში ამ ყველაფრის ჩატარებას, ვინაიდან ამის განხორციელება, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, შეუძლებელია რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში, იმ პირობებში, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფება დღეს. იმ ეტაპამდე, სანამ ელენე იმყოფება ციხის საკანში, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება, არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი. ეკისრება სწორედ პენიტენციურ დაწესებულებას, ქართულ ოცნებას და ამ რეჟიმს, რომელიც ქვეყანაშია. ანი, ასევე კითხავ თქვენს მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც არის, რომ ელენე ხოშტარია გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ამასთან დაკავშირებით რა აზრის არის პენიტენციური დაწესებულების დირექტორი? პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შემოთავაზება, მას ცალსახა პასუხი ჩვენთვის არ გაუწია. მე ვფიქრობ, ის არ ელოდა იმ სიმძიმეს, რაც ჩვენ მას წარუდგინეთ. მას პასუხი არ გაუწია, როგორც უკვე აღნიშნე. ორშაბათს შევთანხმდით, საბოლოოდ შეთანხმება არის ეს, რომ ორშაბათს ქალბატონი მაკა, ორშაბათს დილით შევა ელენესთან კვლავ ციხეში, გასინჯავს მას როგორც ექიმი პაციენტს და შემდგომ 2 საათზე ამავე შენობაში შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, სადაც მათი მხრიდან ასევე მედიკოსები დაესწრებიან ამ შეხვედრას. მე არ ვიცი კიდევ ვინ იქნება, მაგრამ მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერი ექსპერტი, ამ დარგის სპეციალისტი შესაძლებელია ესწრებოდეს ამ შეხვედრას, სადაც ჩვენ რა თქმა უნდა კვლავ პროფესიულად ჩვენი პროფესიიდან, ჩვენი პროფესიის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე დავიცავთ ელენე ხოშტარიას უფლებებს როგორც ექიმები და ვიმედოვნებთ, რომ ამ ბრძოლას ელენეს ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად მივიყვანთ ბოლომდე.
დიდი მადლობა ანი ქავთარაძეს, ელენე ხოშტარიას, თანა გუნდელს და ექიმს უსმენდით ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც ანი ქავთარაძემ თქვა, ორშაბათს 2 საათზე ისევ აქ სპეციალური პენიტენციური დაწესებულების შენობაში ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი მაკა იოსელიანი წარუდგენს აქ შეკრებილ მედიკოსებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას.